დაბადების მომენტიდან ისინი გიტაცებენ. არა შენს სიმდიდრეს ან ქონებას, არამედ გაცილებით უფრო ძვირფას, შენს ენერგიას. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც იმდენად უწყვეტია, რომ ვერც კი აცნობიერებ, რა ზარალს გიხდის ეს. დაღლილი იღვიძებ და ცარიელი იძინებ. მიჰყევი მათ გზას, დაუღალავად მუშაობდი, ინფორმირებული იყავი და ემორჩილებოდი მათ ბრძანებებს. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობ, მით უფრო გამოფიტული და ჩარჩენილი ხარ. ეს არ არის პირადი წარუმატებლობა. ეს არის სისტემა, რომელიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც არის დაპროექტებული. შენ ხარ ხაფანგში თამაშში, სადაც წესები შენს წინააღმდეგაა დაწყობილი. ხოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო მეტ ენერგიას გიჯდება, ვიდრე შეგიძლია. მათ შექმნეს უხილავი კედლები, რომლებიც იმდენად უწყვეტია, რომ გონია, რომ გალიაში, რომელშიც ხარ, თავისუფლებაა. ხედავ, შენ ცხოვრობ ენერგიის შემგროვებელ საზოგადოებაში. სამყაროში, რომელიც შენი დაღლილობით, შენი ფოკუსირებით, შენი ემოციებით სარგებლობს. შენი ყურადღება მათი ყველაზე ძვირფასი რესურსია. მაგრამ აი, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ. შენი გაღვიძების. იმიტომ, რომ როგორც კი თამაშს დაინახავ, შეგიძლია შეწყვიტო თამაში და როცა შეწყვეტ თამაშს, მათი სისტემა იშლება. ამ ვიდეოში ზუსტად გაჩვენებთ, თუ როგორ იპარავენ ისინი თქვენს ენერგიას და რაც მთავარია, როგორ გათავისუფლდეთ. ხედავთ, თქვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც აგებულია არა თქვენი გასაზრდელად, არამედ თქვენი მოსავლისთვის. თქვენი აზრები, თქვენი ემოციები, თქვენი ფოკუსი, თქვენი ენერგია, ეს ყველაფერი გადაიქცა რესურსად მათთვის, ვინც ამ სისტემას აკონტროლებს. მათ არ სჭირდებათ ჯაჯვები ან გისოსები. მათ არ სჭირდებათ არაფრის ძალით აღება. მათ მხოლოდ თქვენი ყურადღება სჭირდებათ და ეს მათ ესიციან. თუ გსურთ მოსახლეობის კონტროლი, არ გჭირდებათ ჯაჯვები ან გალიები. თქვენ მხოლოდ განხეთქილება გჭირდებათ. ავიღოთ მაგალითად პოლიტიკა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ თქვენ გთხოვენ არჩევანის გაკეთებას. მემარცხენე თუ მემარჯვენე, წითელი თუ ლურჯი, ერთი ლიდერი თუ სხვა. ეს მონუმენტურად ჟღერს, თითქოს თქვენს ხმას აქვს ძალა შეცვალოს სამყარო. მაგრამ აი, სიმართლე, რომლის გაცნობიერებაც მათ არ სურთ. ორივე მხარე ერთი გუნდისთვის თამაშობს. ისინი კამათობენ, დებატობენ, მსოფლიოს ჰპირდებიან. მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, სისტემა იგივე რჩება. ცხოვრება იგივე რჩება, თუ არა უარესი. მდიდრები მდიდრდებიან. ძალიან ძლიერები ხელისუფლებაში რჩებიან და თქვენ გჯერათ, რომ თქვენ შეიტანეთ ცვლილება, მაშინაც კი, როცა სინამდვილეში არაფერი იცვლება. ეს მხოლოდ ცინიზმი არ არის, ეს სტრატეგიაა. ორი საპირისპირო ვარიანტის წარმოდგენით, ისინი თავისუფლების ილუზიას ქმნიან და ამავდროულად უზრუნველყოფენ, რომ რეალური ძალაუფლების სტრუქტურები ხელუხლებელი დარჩეს. სანამ გესა და ჯეს შორის არჩევანით ხართ დაკავებული, ვერ შეამჩნევთ, რომ რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირები ჩრდილიდან ძაფებს მართავენ. მაგრამ რა გვყოფს კიდევ უფრო ეფექტურად, ვიდრე პოლიტიკა ან ბრენდები? იდენტობა. დაბადებიდანვე გაძლევენ იარლიყებს და გასწავლიან მათ მიჯაჭვულობას. თითქოს ისინი განსაზღვრავენ თქვენს არსებობას, თქვენს ეროვნებას, თქვენს სოციალურ კლასს, თქვენს რელიგიას. ეს თქვენი გალიის კედლებად იქცევა და როდესაც ადამიანები იდენტიფიცირდებიან თავიანთი იარლიყებით, მათთვის უფრო ადვილია ერთმანეთთან დაპირისპირება. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მემარჯვენედ ან მემარცხენედ მიიჩნევს, ჩვენ თუ ისინი, იშვიათად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ სისტემას, რომელმაც თავიდანვე შექმნა ეს იარლიყები. გაყავი და იბატონე მხოლოდ უძველესი სტრატეგია არ არის. ეს მათი ყველაზე ეფექტური იარაღია, რომელიც თანამედროვე სამყაროსთვისაა დახვეწილი. როდესაც ადამიანები ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებულნი, ისინი იმდენად გაფანტულები არიან, რომ ვერ შეამჩნევენ მათ მიერ კონტროლირებად სისტემას. შეხედეთ ირგვლივ. ყველა სათაური, ყველა ტრენდული თემა, ყველა ვირუსული tweet-ი მოგთხოვთ მხარის არჩევას. მემარცხენე თუ მემარჯვენე, მომხრე, ეს თუ წინააღმდეგი, ის. ყველაზე უმნიშვნელო არჩევანიც კი, რომელ ბრენდს სვამთ ან რომელ გუნდს გულშემატკივრობთ, ახლა ბრძოლის ველებად იქცევა. მაგრამ აი, სიმართლე, რომლის დანახვაც მათ არ სურთ. მათ არ აინტერესებთ რომელ მხარეს აირჩევთ. მათ უბრალოდ სურთ, რომ ბრძოლაში დარჩეთ. რატომ? იმიტომ, რომ დაყოფა გაფანტავთ, ემოციურს და გამოფიტულს გხდით. ეს უზრუნველყოფს, რომ ენერგიას დებატებში, დაცვასა და შეტევაში დახარჯავთ, მაშინ როცა სისტემის ნამდვილი არქიტექტორები მშვიდად ინარჩუნებენ კონტროლს. როდესაც კამათით ხართ დაკავებული, კითხვებს არ სვამთ. როდესაც მათზე ხართ ორიენტირებული, არ უყურებთ, ვინ სარგებლობს ქაოსით.
და თუ არ გჯერათ, შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. ნამდვილად შეხედეთ მას. კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ელწერილი და კიდევ ერთი დღე, როდესაც თქვენი სიცოცხლის ძალა საბანკო ანგარიშზე ციფრებში გაცვალეთ. მიმოიხედეთ თქვენს სამუშაო ადგილზე. შეხედეთ მოჯუტულ თვალებს, ჩამოშლილ მხრებს და იძულებით ხიმილს. ეს მხოლოდ დატვირთული სამუშაო დღის ნიშნები არ არის, არამედ ენერგიის სისტემატური გამოდევნის სიმპტომებია. 40 საათიანი სამუშაო კვირა ბუნებრივი არ არის. ეს გალია. ისინი გარწმუნებენ, რომ ნორმალურია დღის საუკეთესო საათები, ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარო ენერგიის გადარჩენისთვის ძლივს საკმარის ფულზე გაცვლაში. ისინი ამას საარსებო წყაროს უწოდებენ. მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად ეს არის ცხოვრება? ხედავთ, ჩემი აზრი ისაა, რომ თქვენ არ ხართ დაღლილი იმიტომ, რომ სუსტი ხართ. თქვენ დაღლილი ხართ იმიტომ, რომ ისინი გცლიან. სწორედ ამიტომ უყურებთ ამას ახლა. თქვენში რაღაც იღვიძებს. როგორც ნამსხვრევები თქვენს გონებაში, რომელიც გაიძულებთ, ცხოვრებაზე კითხვები დაუსვათ. რატომ გრძნობთ თავს ასე დაცლილად თანამედროვე კომფორტის სამყაროში? რატომ გაგრძნობინებთ თავს უარესად ყველა მათ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა? პასუხი ერთდროულად უფრო მარტივი და საშინელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მათ შექმნეს სისტემა იმდენად სრულყოფილი, იმდენად ხოვლისმომცველი, რომ ჯაჯვებს არჩევანის შეგრძნებას ანიჭებს. გალია კომფორტს ჰგავს. ენერგიის გადინება ყოველდღიურ ცხოვრებას ჰგავს. იმ მომენტიდან, როდესაც მაღვიძარაზე გაიღვიძებთ, იმ მომენტამდე, როდესაც სხვის მიერ შექმნილ რეალობაში სქროლვით ჩაგეძინებათ, თქვენგან ყველაზე ძვირფას რესურსს იღებენ. და რა არის ეს რესურსი? ენერგია თავად სიცოცხლეა, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალის ხმევა, რომელსაც ხარჯავთ, ეს არის თქვენი აზრები, თქვენი ფოკუსი, თქვენი ემოციები. ენერგია კვებავს თქვენს ყველა გადაწყვეტილებას, თქვენს ყველა ქმედებას და თქვენს ყველა ოცნებას. მის გარეშე თქვენ სტაგნაციაში ხართ და სწორედ ამიტომ არის ის ასეთი ღირებული. ენერგიის შენახვის კანონი ამბობს, რომ ენერგია არ შეიძლება შეიქმნას ან განადგურდეს, მას მხოლოდ ფორმების შეცვლა შეუძლია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ენერგიის შექმნა, ამიტომ ისინი თქვენსას იღებენ. დაფიქრდით, ფულის დაბეჭდვა შესაძლებელია. პროდუქციის წარმოება შესაძლებელია, მაგრამ ენერგია, ეს სასრულია. თქვენ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის გაქვთ გასაცემი ყოველდღე და როგორც კი ის გაქრება. ისინი, ვინც აკონტროლებენ ამ სისტემას, ამას თქვენზე უკეთ ესმით. მათ ააშენეს ეკონომიკა არა მხოლოდ ფულის გარშემო, არამედ ყურადღების, ემოციებისა და ფოკუსის გარშემო. რადგან ენერგია ყველა შემოქმედების ფესვია. ყოველ წამს, როცა მათზე ფოკუსირდებით, იქნება ეს დაუსრულებელი არხების დათვალიერება. თქვენს გასაღიზიანებლად შექმნილი სიახლეების მიღება თუ ვალების დასაფარად ხანგრძლივი მუშაობა. თქვენ მათ თქვენი სასიცოცხლო ძალის არსს აძლევთ. მათ არა მხოლოდ თქვენი ფული, არამედ თქვენი გონება, მორჩილება, თქვენი მონაწილეობა სურთ და აი, რატომ არის თქვენი ენერგიის ფასი ასეთი მაღალი. ვინც თქვენს ენერგიას აკონტროლებს, თქვენს რეალობასაც აკონტროლებს. ბრძოლა არ არის თქვენი საფულისთვის ან ხმისთვის, არამედ თქვენი ფოკუსირებისთვის. რადგან სადაც თქვენი ენერგია მიდის, იქ თქვენი ძალაც მიედინება. რადგან ენერგია ყველა ქმნილების ფესვია. ისინი მას იღენებენ, რათა მანქანა მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნონ, სანამ თქვენ გამოფიტული, გაფანტული და დამოკიდებული ხართ. გახსოვთ, როდესაც შაბათ კვირა თავისუფლებას ნიშნავდა. ახლა ისინი სავსენი არიან ელექტრონული პოსტის კითხვით და ორშაბათისთვის მომზადებით. მათ ენერგიის შეგროვების ოპერაცია თქვენი ცხოვრების ყველა კუთხეში გაავრცელეს. თქვენი დასვენებაც კი თქვენს წინააღმდეგ იარაღი გახდა. შეხედეთ მასწავლებლებს. ყოველ წელს ისინი ერთსა და იმავე მასალას ასწავლიან, მაგრამ ეს უფრო და უფრო რთულდება. რატომ? იმიტომ, რომ წესები, პოლიტიკა და მოლოდინები მუდმივად იცვლება. ისინი მუდმივად იძულებულნი არიან ადაპტირდნენ, სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხდაფეხ ადევნონ. და ეს მხოლოდ მასწავლებლებს არ ეხებათ, ეს ყველა ჩვენგანს ეხება. რამდენად ხშირად გეჩვენებათ თქვენი თავისუფალი დრო კიდევ ერთ სამუშაო დღეს? და გახსოვთ ის დრო, სანამ ტელეფონები არსებობდა, როდესაც სამსახურიდან წამოხვედით, ნამდვილად თავისუფალი იყავით. სახლში დაბრუნების შემდეგ ვერავინ დაგიკავშირდებოდათ. მაგრამ ახლა მათ აქვთ დამატებითი გზა, რომ თვალყური ადევნონ, დაგირეკონ და ყურადღება მიიპყრონ. თქვენი ტელეფონი, სამსახურის ელ-პოსტა, შეთხობინებები ან გვიან ღამით გადაუდებელი შეთხობინება.
ეს უბრალოდ კიდევ ერთი გზაა თქვენი ენერგიის მოსაპარად 24/7. მაგრამ აქ ხდება ყველაფერი ნამდვილად მზაკვრული. ფული. მათ შექმნეს ფინანსური სისტემა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის გადამყვანი. თქვენი დრო, თქვენი კრეატიულობა და პირდაპირი მნიშვნელობის სასიცოცხლო ძალა. ყველაფერი ეს ანგარიშზე რიცხვებად არის დაყვანილი. რიცხვები, რომლებიც, როგორც ჩანს, არასდროს იზრდება საკმარისად, რომ გაგათავისუფლოთ. ვალი, გადასახადები, გადარჩენისთვის მუშაობის დაუსრულებელი ციკლი. ეს ყველაფერი იმისთვისაა შექმნილი, რომ ენერგიის დეფიციტში შეინარჩუნოთ. სისტემის ყველა ასპექტი ისეა შემუშავებული, რომ თქვენ მუდმივად მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ. დაფიქრდით სტუდენტურ სესხებზე. ისინი შესაძლებლობებს გვირდებიან, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში დაფარვის შესაძლებლობას იძლევიან. საკრედიტო ბარათები გაცდუნებენ ჯილდოებითა და მოხერხებულობით, მაგრამ ხაფანგში გყავთ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით, რომლებიც წლების განმავლობაში გაიძულებთ გადახდას. და იპოთეკური სესხები. თქვენ მთელ ცხოვრებას მათ დაფარვაში გაატარებთ, მაგრამ დაკარგული შემოსავლის გამო რამდენიმე გადახდას გამოტოვებთ და ისინი თქვენს სახლს წაგართმევენ. არაფერი დაგრჩებათ, ისიც კი, რაც უკვე ჩადეთ ინვესტიციაში. ეს უსამართლოა. ყველამ ვიცით, რომ ეს უსამართლოა, მაგრამ ისინი იმდენად გვაფანტავენ ყურადღებას, რომ ამას ნორმალურად აღვიქვამთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ. ჩვენ მათ თამაშში ვართ ჩარჩენილები, გაყინულები. და თქვენი ხელფასიც კი ამ დიზაინის ნაწილია. გაუთავებელი გადასახადები, გამოქვითვები და ცხოვრების მზარდი ხარჯები ამცირებს თქვენს შემოსავალს, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენ დაგრჩეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ გადარჩენისთვის, მაგრამ არა საკმარისი სამუდამოდ გადარჩენისთვის. და აი, ყველაზე აბსურდული ნაწილი. მაშინაც კი, როდესაც გვდებით, სისტემა არ მთავრდება თქვენთან. თქვენი ოჯახი იხდის დაკრძალვის ხარჯებს, დაკრძალვის გადასახადებს და თქვენს სახელთან დაკავშირებულ ვალებს. სიკვდილს თავად აქვს თავისი ფასი. დაფიქრდით ამაზე. ამ სამყაროდან წასვლაც კი ფულს გიჯდებათ. ინფლაცია ჯამს იმ მცირედს, რასაც ახერხებთ დაზოგვას, ხოლო ფასები ხელფასებზე სწრაფად იზრდება. ეს არის საზუნას ბორბალი, რომელიც შენიღბულია პროგრესით და რაც არ უნდა სწრაფად ირბინოთ, არასდროს გაქვთ დასვენების უფლება და ეს ამით არ მთავრდება. სისტემა გიბიძგებთ ჯარბი მოხმარებისკენ. იმ პროდუქტების ყიდვაზე, რომლებიც არ გჭირდებათ. იმ გაჯეტების განახლებაზე, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობს. ტენდენციების დევნა, რომლებიც ხარჯვას გიბიძგებენ. მარკეტინგული კამპანიები გეუბნებიან, რომ ბედნიერება მხოლოდ ერთი შენაძენით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები იყენებენ თქვენს დაუცველობას იმ პრობლემების გადაჭრის გზების გასაყიდად, რომელთა შესახებაც არც კი იცოდით და ალბათ შენიშნეთ, რომ ახალი პროდუქტები არასდროს ძლებს დიდხანს, როგორც ტელეფონები, ტექნიკა და ავეჯიც კი. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაფუჭდეს ან მოძველებულად იგრძნოთ თავი შემდეგი გამოშვებისთვის. შეადარეთ ეს 20 ან 30 წლის წინ წარმოებულ პროდუქტებს. მანქანები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაძლევენ. ელექტრონიკა, რომელსაც მუდმივი ჩანაცვლება არ სჭირდება. ხელსაწყოები და ტექნიკა თაობიდან თაობას გადაეცემა. ისინი განზრახ ქმნიან პროდუქტებს უფრო მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობით. არა ხარჯების დაზოგვის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ უზრუნველყონ, რომ თქვენ განაგრძოთ ყიდვა. ტენდენციებიც კი ამ ხაფანგის ნაწილია. მოდის ციკლები, რომლებიც ადრე ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა ყოველ სეზონზე იცვლება. ტელეფონები რეკლამირდება, როგორც აუცილებელი, მაშინაც კი, როდესაც გასული წლის მოდელი იდეალურად მუშაობს. თქვენ არ ყიდულობთ იმას, რაც გჭირდებათ, თქვენ ყიდულობთ იმას, რაც მათ დაგარწმუნეს, რომ გსურთ. სისტემა არ აჯილდოებს გამძლეობას, რადგან გამძლეობა მათ ფულს არ მოუტანს. ეს აჯილდოებს მუდმივ მოხმარებას, უზრუნველყოფს, რომ თქვენ მუდმივად ხარჯავთ, ყოველთვის გსურთ და ყოველთვის იმდენად გაფანტული ხართ, რომ არ იკითხოთ რატომ. ეს პროგრესი არ არის. ეს არის მანქანა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაგრძელოთ თქვენი ენერგიისა და გართობის დევნა, ხარჯვა და გამოფიტვა. მათ აითვისეს ეს ამოღების წერტილი. სტრიმინგის სერვისები, რომლებიც საათობით გაჩერებენ ეკრანებთან მიჯაჭვულები. სოციალური მედიის ალგორითმები, რომლებიც ზუსტად იციან, რომელ ემოციურ ღილაკებს დააჭირონ. ვიდეო თამაშები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დოფამინი გამოგადგეთ. თითოეული მათგანი იდეალურად არის შექმნილი თქვენი ენერგიის მოსაპოვებლად და ამავდროულად გაგრძნობინებთ, რომ განახლებას განიცდით. ყველაზე ბრწყინვალე ნაწილი.
მათ თავიანთი ენერგეტიკული ფერმა ნორმალურად, ბუნებრივად, გარდაულად შექმნეს. უბრალოდ ასეთია ცხოვრება, სურთ რომ თქვათ. ყველა დაღლილია, ყველა სტრესშია, ყველა იბრძვის, მაგრამ აი რა არ სურთ რომ გააცნობიეროთ. ეს ბუნებრივი არ არის. ეს ყველაფერი ბუნებრივი არ არის. ადამიანები არ არიან განწირულნი მუდმივი ენერგიის დეფიციტით ცხოვრებისთვის. ჩვენ არ ვართ განწირულნი იმისთვის, რომ გავიღვიძოთ და დაღლილები დავიძინოთ. ჩვენ არ ვართ განწირულნი 3 ფინჯანი ყავის დალევისთვის, რომ თავი ადამიანებად ვიგრძნოთ. ჩვენ არ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ 8 საათის განმავლობაში ფლუორესცენტური ნათურების ქვეშ ვიჯდეთ და ეკრანებს ვუყურებდეთ, სანამ ჩვენი სხეული მოძრაობას იტანჯება. ჩვენ არ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ძილი გავწიროთ დაუსრულებელი დედლაინებისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ გავიღვიძოთ და ისევ ვიმუშაოთ. ჩვენ არ ვართ შექმნილნი ისეთი ცხოვრებით, სადაც ჩვენი ღირებულება მხოლოდ პროდუქტიულობით იზომება და როდესაც ამბობთ, რომ დაიღალეთ, ისინი გეუბნებიან, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ სუსტი ხართ, რომ გადაწვით, რომ ეს თქვენი ბრალია და არა მათი. ისინი არ აღიარებენ სიმართლეს. სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ გადაგწვათ. ისინი გაიძულებენ, რომ ცარიელ მდგომარეობაში იყოთ და როდესაც საბოლოოდ დაინგრევით, პრობლემად გაქცევენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი სისტემა არ არის მხოლოდ თქვენი ფიზიკურად გამოფიტვაზე, ან ფინანსურად გამოფიტვაზე დამოკიდებული. საქმე უფრო ღრმაა. იმისათვის, რომ ხაფანგში დაგატოვონ, ისინი თქვენს გონებასა და ემოციებს ესხმიან თავს. იყენებენ თქვენს ყველაზე პირველყოფილ ინსტინქტებს და მათ ყველაზე ეფექტურ იარაღს, შიშს. შიში მათი საბოლოო იარაღია. ის გვერდს უვლის ლოგიკას, იტაცებს თქვენს ემოციებს და გადარჩენის რეჟიმში გახვევთ. კონტროლის ქვეშ მყოფებმა ეს იციან და ეს იარაღი გამოიყენეს, რათა მორჩილი, ყურადღების გაფანტული და დაღლილი დარჩეთ. ყველა სათაური, ყველა კრიზისი, ყველა კონფლიქტი მხოლოდ სიახლე არ არის. ეს გათვლილი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თქვენს შიშს იწვევს. რატომ? იმიტომ, რომ შიში კრიტიკულ აზროვნებას ახშობს. ის ავიწროებს თქვენს ფოკუსს, რაც მანიპულირებას აადვილებს. როდესაც გეშინიათ, თქვენ არ სვამთ კითხვებს, თქვენ რეაგირებთ. შიში შემთხვევითი არ არის, ის თქვენს ტვინშია ჩადებული. როდესაც საფრთხე გემართებათ, თქვენი სხეული გამოყოფს კორტიზოლს და ადრენალინს, რაც ბრძოლის ან გაქცევისკენ გამზადებთ. ეს რეაქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის, მაგრამ დღეს მტაცებლები ხელოვნურად არიან წარმოდგენილნი. იბომბებიან გაუთავებელი საფრთხეებით, ახალი ამბებით, შიშზე დაფუძნებული კამპანიებით, საზოგადოებრივი ზეწოლით. თქვენი სხეული მუდმივ, ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმში რჩება. ეს არ არის მხოლოდ შფოთვა, ეს არის ინჟინერიული კონტროლი. შიშის ეს ქრონიკული მდგომარეობა შიგნიდან განადგურებთ. სტრესის ჰორმონების მომატებული დონე ცლის თქვენს ენერგიას, ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას და აზიანებს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას. თქვენი გონებაც იტანჯება. შიში ბლოკავს შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას და გრძელვადიან დაგეგმვას. ის გაჩედავთ, ვერ ხედავთ დაუყოვნებლივი პანიკის მიღმა და თქვენს მიერ დანახული საფრთხეების უმეტესობა გაზვიადებული ან შეთხზულია. კრიზისის შემდეგ შექმნილია იმისთვის, რომ რეაგირებაში დაგაყენოთ და არა ფიქრის მდგომარეობაში. რამდენჯერ გითხრეს, რომ ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, მხოლოდ იმისთვის, რომ გააცნობიეროთ, რომ სინამდვილეში არაფერი იცვლება. მათ არ სურთ, რომ გაჩერდეთ და იფიქროთ, მათ სურთ, რომ მოიხმაროთ, დაემორჩილოთ და დარჩეთ მათ ციკლში. და შიში არ არის მხოლოდ კონტროლის ინსტრუმენტი, ეს არის ბიზნესი. ის ყიდის დაცკაპუნებებს, პროდუქტებს და გადაწყვეტილებებს იმ პრობლემებისთვის, რომლებიც მათ შექმნეს თქვენთვის. გეშინიათ ავადმყოფობის, აბი. უსაფრთხოებაზე ღელავთ, იყიდეთ ეს სიგნალიზაცია. შიში გაიძულებთ ხარჯოთ და გადაახვიოთ. სოციალური მედია უფრო შორს მიდის, იყენებს ალგორითმებს აღშფოთების პრიორიტეტად ასარჩევად, რადგან ის თქვენს ჩართულობას ინარჩუნებს. მეტი ჩართულობა ნიშნავს მეტ რეკლამას და მეტი რეკლამა ნიშნავს მეტ მოგებას. თქვენი შიში მათი შემოსავლის წყაროა. გაქცევის ერთადერთი გზა შიშის აღიარებაა. იარაღი. ტაქტიკა, რომელიც თქვენს წესრიგში დარჩენას უზრუნველყოფს. რეაგირებამდე შეჩერდით. ყველა ნარატივს ეჭვის ქვეშ დააყენეთ. ვკითხეთ საკუთარ თავს, ვის სარგებლის მომტანია ჩემი შიში. ხედავთ, შიში მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც მას მუშაობის საშუალებას აძლევთ. როგორც კი შიშს თქვენი ქმედებების კონტროლის საშუალებას არ მისცემთ, მათი სისტემა იწყებს ბზარების დაშლას.
ცნობიერება მხოლოდ წინააღმდეგობა არ არის, ეს ძალაა. სიკეთეც კი დაზიანდა. გაიხსენეთ ბოლოს, როდესაც ვინმემ ნამდვილი კეთილი საქმე გააკეთა ხელში კამერის გარეშე. უსახლკაროთა გამოკვება, უცნობის დახმარება. საქმე აღარ არის თავად ქმედებაში, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ის სოციალურ მედიაში. თანაგრძნობა გახდა ვალუტა, რომელიც მოწონებებსა და დადასტურებაში გაიცვალა. და ეს იმავე სისტემის სიმპტომია, რომელმაც საზოგადოება იმდენად ღრმად გამოფიტა, რომ ჩვენი ადამიანობაც კი ახლა წარმოდგენად იქცა. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. იყო დრო, როდესაც თემები აყვავდებოდა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ენდობოდნენ, როდესაც კავშირი რეალური იყო. ახლა ეს აღარ არის. რატომ? იმიტომ, რომ სისტემას არ სურს, რომ შენთან დაკავშირებული იყო. მას სურს, რომ გაყოფილი იყო. უფრო ადვილია შენი კონტროლი, როდესაც იზოლირებული ხარ. უფრო ადვილია შენი ექსპლუატაცია, როდესაც მარტოსული და უბედური ხარ. ტექნოლოგიების აღზევებამ, პოლიტიკურმა დაყოფამ და კორპორატიულმა კონტროლმა დაანგრია ის კავშირები, რომლებიც ოდესღაც საზოგადოებას აერთიანებდა. მაგრამ ახლა ნეგატივი დომინირებს ყველა სივრცეში, არა? თქვენ ამას ჰაერში გრძნობთ. ნერვიულობა, ზედაპირული ურთიერთქმედებები და კოლექტიური დაღლილობის განცდა. თითქოს სამყარო თავად ვიბრირებს უფრო დაბალი სიხშირით. რეზონანსი იმედგაცრუებით, შიშითა და სიცარიელით. ეს ენერგია არა მხოლოდ თქვენზე მოქმედებს, არამედ ვრცელდება. ერთი მამოძრავებელი ძალის რისხვა მეორეს აინფიცირებს. ნაჩქარევი ურთიერთქმედების სიცივე გაიძულებთ, ეს ენერგია მეორეში გადაიტანოთ. სოციალურ მედიაში კამათი აპლიკაციის დახურვისას არ მთავრდება. ის გრძელდება, გაღიზიანებულს და გამოფიტულს გტოვებს და ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის სისტემის პროდუქტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ყველა დაძაბულ, გაყოფილ და გამოფიტულ მდგომარეობაში იყოს. მათ სამყაროს სიხარული წაართვეს, კავშირი კონკურენციით ჩაანაცვლეს და ყველა ურთიერთქმედება ტრანზაქციად აქციეს. სოციალურმა მედიამ კავშირი დაგვპირდა, მაგრამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. მან ყველა მთავარ პერსონაჟად აქცია, რომლებიც ყურადღებისთვის იბრძვიან კურირებულ რეალობაში, სადაც არაფერი რეალური არ არის. საუბრები აღარ არის მოსმენაზე, ისინი გამარჯვებაზეა. ბედნიერების შესახებ პოსტები დადგმული ჩანს და კომენტარების ყველა განყოფილება აღშფოთებისა და პირადი შეტევების ბრძოლის ველს ჰგავს. არაფერი აღარ არის რეალური და დაყოფა უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე. კაცები და ქალები ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ არიან განცხობილნი. სოციალური მედია აძლიერებს ნარატივს, რომ კაცები მჩაგვრელები არიან და ქალები ეგოისტები, რაც ქმნის ბრალდებისა და უნდობლობის დაუსრულებელ ციკლს. ურთიერთობები შეუძლებლად გვეჩვენება, როდესაც ორივე მხარეს ეუბნებიან, რომ ერთმანეთი მტრებად აღიქვან. ეს არ არის ბუნებრივი ევოლუცია, ის შექმნილია გაყოფისა და იზოლაციისთვის. შედეგები ყველგან არის. შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა, რადგან უფრო ნაკლები ადამიანი ხედავს ერთად აშენებად ღირსეულ მომავალს. ქორწინების მაჩვენებელი მცირდება, პაემნები ზედაპირულ თამაშად იქცა, რომელიც ცრურწმენებსა და ილუზიებს ამართლებს, ხოლო შვილების აღზრდის იდეა ფინანსურად, ემოციურად და სულიერადაც კი შეუსრულებელ ოცნებად გვეჩვენება. სისტემას არ სურს, რომ ოჯახები ან თემები შექმნათ, მას სურს, რომ მარტოსული, გათიშული და დამოკიდებული იყოთ. ენერგიის ეს ცვლილება არა მხოლოდ ინდივიდებზე მოქმედებს, არამედ თავად კაცობრიობაზე ახდენს გავლენას და ეს შემთხვევითი არ არის. გაყოფილი, დაყოფილი საზოგადოება. უნდობელი მოსახლეობის კონტროლი უფრო ადვილია და კიდევ ერთი გზა, რომლითაც ისინი თქვენს კონტროლს ცდილობენ, მუსიკაა. მუსიკა ყოველთვის კავშირის ინსტრუმენტი იყო. უნივერსალური ენა, რომელსაც შეუძლია განკურნოს, შთააგონოს და აამაღლოს თქვენი სული. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ დღეს მოსმენილი მუსიკის დიდი ნაწილი არ არის შექმნილი თქვენი ამაღლებისთვის? ამის ნაცვლად, ის შექმნილია იმისთვის, რომ დაბალ, ვიბრაციულ მდგომარეობაში შეგინარჩუნოთ. ხშირად გესმით, რომ დღეს მუსიკა ისეთი კარგი აღარ არის, როგორც ადრე. წარსულში მუსიკოსები წლებს ატარებდნენ თავიანთი ხელობის დაუფლებაში. ისინი წერდნენ ტექსტებს, რომლებიც ისტორიებს ყვებოდნენ, მელოდიებს, რომლებიც მთებს ძრავდნენ და ჰარმონიებს, რომლებიც ჩვენს სიღრმეში რაღაცას ეხმიანებოდა. ახლა ჩარტებში დომინირებს ფორმულაური, ავტომატურად რეგულირებადი ხმაური. ნიჭი ალგორითმებით შეიცვალა. აუთენტურობა რეალიზაციით. ეს შემთხვევითი არ არის. მუსიკა ახლა ისეა შექმნილი, რომ თქვენ მოხმარებაში გამყოფოთ და არა შექმნაში.
მუსიკა მხოლოდ ხმა არ არის, ეს ვიბრაციაა და ვიბრაციები გავლენას ახდენს თქვენს ენერგიაზე, ემოციებსა და თქვენს არსების მდგომარეობაზე. წარსულში მუსიკა ბუნებრივ სიხშირეებთან იყო შეხამებული, როგორიცაა 422 ჰერცი, რომელიც ჰარმონიაში იყო დედამიწასთან და ხელს უწყობდა სიმშვიდესა და სიცხადეს. დღევანდელი სტანდარტული ტონალობა 440 ჰერცი საპირისპიროს აკეთებს. ის ქმნის დაძაბულობას და შფოთვას. დახვეწილად გინარჩუნებთ დაბალი ვიბრაციის მდგომარეობაში. რატომ უნდა შეცვალოთ? იმისათვის, რომ წონასწორობა დაკარგოთ, უფრო რეაქტიულები და მანიპულირება გაგიადვილდეთ. მძიმე ბას-ხაზები და დაბალი სიხშირის ხმები თქვენს პირველყოფილ ინსტინქტებს ეხება, რაც აგრესიის ან სასოწარკვეთის მსგავს გრძნობებს იწვევს. ეს ემოციები ენერგიას გცლის და გადარჩენის რეჟიმში გტოვებთ, შემოქმედებითი მაღალი ენერგიის მდგომარეობაში აყვავების ნაცვლად. ყურადღებით მოусმინეთ ტექსტებს. რამდენად ხშირად ადიდებენ ისინი ტოქსიკურ ურთიერთობებს, მიუწვდომელ სიმდიდრეს ან ზედაპირულ ცხოვრების წესს. ეს შეთხობინებები ქმნის ნაკლებობის განცდას, გარწმუნებთ, რომ საკმარისი არ ხართ, თუ არ მისდევთ იმას, რასაც ისინი ყიდიან. როდესაც უსმენთ სიმღერებს, რომლებიც გაბრაზებთ, გწყენინებთ ან გშურთ, ეს ემოციური ენერგია უბრალოდ არ ქრება, არამედ სისტემა მას იყენებს და გადამისამართებს. ისინი თქვენი ტკივილით, სასოწარკვეთილებით, ლტოლვით სარგებლობენ. განმეორებადი რიტმები და ტექსტები თქვენს გონებას ფრაგმენტირებულს ხდის. იმის ნაცვლად, რომ თქვენი ტვინის ძალა კრიტიკულად იფიქროთ ან რაიმე მნიშვნელოვანი შექმნათ. თქვენ იმავე ციკლში ხართ ჩარჩენილი, რასაც სიმღერა ისევ და ისევ. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც სიმღერას გარკვეული დროის შემდეგ ისმენთ, ის გახსენებთ იმ დროს, როდესაც პირველად მოისმინეთ. მაშინაც კი, თუ ეს 10 წელზე მეტი ხნის წინ იყო, თქვენ კვლავ გრძნობთ ემოციებს, როგორც მაშინ. მხოლოდ ეს ადასტურებს, რომ მუსიკას უფრო დიდი გავლენა აქვს თქვენზე, ვიდრე წარმოგიდგენიათ და მუსიკა არ არის მხოლოდ ჟღერადობა, ეს არის იდენტობა. თქვენს მიერ მოხმარებული მუსიკის კონტროლით, ისინი აკონტროლებენ, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს და თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს. ჟანრები გამოიყენება დაყოფის შესაქმნელად, ადამიანების განცალკევებისთვის და მათი მართვისთვის მარტივი. კიდევ ერთი გზა, რომლითაც ისინი ენერგიულად ესხმიან თავს, არის იძულებითი ურბანიზაცია. თუ ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ არის ქალაქში ცხოვრება ასეთი უინტერესო, ეს იმიტომ ხდება, რომ ასეა. რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების უმეტესობა ქალაქებშია. მაგრამ რატომ უჯდება ეს თქვენს კეთილდღეობას ასეთი მაღალი ფასი? სიმართლე ისაა, რომ ქალაქები შექმნილია იმისთვის, რომ ენერგია გამოგწუროთ. დაფიქრდით, ადამიანები ასე ცხოვრებისთვის არ განვითარებულან. ჩვენ არ ვართ განწირულები, რომ ცხოვრება ბეტონით გარშემორტყმულები, ხალხმრავალ სივრცეებში გამოკეტილები, დაბინძურებული ჰაერით და ბუნებისგან მოწყვეტილები გავატაროთ. ქალაქები კომფორტს გვირდებიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი ყველაფერს გაწყვეტენ, რაც წონასწორობას და ენერგიას გინარჩუნებთ. მოდით, ეს ყველაფერი ეტაპობრივად განვიხილოთ. ოდესმე ღრმად ჩაგისუნთქავთ ქალაქში, ეს არ არის გამაგრილებელი. ეს მძიმეა. გამონაბოლქვი აირები, სამრეწველო კვამლი და ხეების ნაკლებობა ჰაერის გასაფილტრად. ჟანგბადით მდიდარი ჰაერის ნაცვლად დამაბინძურებლებს გვასუნთქავს. შეადარეთ ეს სოფლის გარემოს ან თუნდაც წყნარ პარკს. განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ. სუფთა ჰაერი გონებას ასუფთავებს, ენერგიას გაძლევთ და უფრო ნათლად აზროვნებაში გეხმარებათ. ქალაქებში ამას ვერ ხვდებით. ჩვენ ისე ვართ დაბადებულები, რომ ბუნებასთან დაუკავშირდეთ, ჩიტების ჭიკ-ჭიკი მოვისმინოთ, მზის სხივები ჩვენს კანზე ვიგრძნოთ და მწვანე სივრცეებში ვიაროთ. ეს ფუფუნება არ არის, ეს ჯანსაღი გონებისა და სხეულისთვის აუცილებელი ნივთებია. თუმცა, ქალაქები ამას ართმევენ თავს. და თქვენ იცით, რა სასიამოვნოა მზის სხივების მიღება. ეს მხოლოდ თქვენს თავში არ ხდება, ეს თქვენი ორგანიზმი D ვიტამინს გამოიმუშავებს, განწყობას გიუმჯობესებთ და ენერგიას გმატებთ. თუმცა, ქალაქებში ჩვენი უმეტესობა დღეებს ფლუორესცენტური ნათურების ქვეშ. დღის საათებში შენობაში ვატარებთ. გარეთ გასვლისას მზე უკვე ჩასულია. გასაკვირი არ არის, რომ დაღლილობას და წონასწორობის დაკარგვას ვგრძნობთ. ჩვენ გუშია ის, რაც აყვავებისთვის გვჭირდება. და ეს არ არის მხოლოდ ჰაერი და მზის შუქი, რაც გვაკლია, ეს არის სიმშვიდე და სიწყნარეც. სირენები, მანქანების სიგნალები, მშენებლობა, ეს ყველაფერი ქალაქში მუდმივად ხდება და თქვენი ქვეცნობიერი არ ფილტრავს მათ. ის მაღალ მზადყოფნაშია და გამოფიტავს თქვენი გაცნობიერების გარეშეც კი.
ეს ფონური ხმაური ქმნის სტრესს, შფოთვას და ფსიქიკურ დაღლილობას. შეიძლება ყოველდღიურად ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გროვდება. ქალაქში ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ, რაღაც იბრძვის თქვენი ყურადღებისთვის, მოციმციმე შუქები, ბილბორდები, ხალხმრავალი ქუჩები. მაშინაც კი, როცა ტელეფონზე არ ხართ, რეკლამებით ხართ დაბომბილი. თითქოს თქვენი ტვინი 24 საათის განმავლობაში 7 საათის განმავლობაში თავს ესხმის. ვერ ახერხებთ კონცენტრირებას, ვერ აზროვნებთ ნათლად და ვერ ისვენებთ. ქალაქი ზედმეტად გაღიზიანებთ და გადატვირთავთ. ამიტომ იმდენად გაფანტული ხართ, რომ რეალურად არ დაფიქრდეთ, რა ხდება. შეიძლება იფიქროთ, მაგრამ ქალაქები არის ის ადგილი, სადაც შესაძლებლობებია, რა არჩევანი გვაქვს და მართალი ხართ. მათ ასე შექმნეს ყველაფერი. სამუშაო ადგილების, ინდუსტრიებისა და რესურსების უმეტესობა ქალაქებშია განლაგებული. ამიტომ თითქმის შეუძლებელი გახდა სხვაგან ცხოვრება. მაგრამ სანამ შესაძლებლობებს ეძებთ, რა ფასად? თქვენ სუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც გონებას გიბინდებათ და ენერგიას გიცლით. მოწყვეტილი ხართ მზის სხივებს და ბუნებას, რომელსაც შეუძლია თქვენი ენერგიის აღდგენა. თქვენი ქვეცნობიერი მუდმივად მზადყოფნაშია, გადატვირთული ხმაურითა და ქაოსით. და ამ ყველაფრის გამო, თქვენ იმდენად გაფანტული და გამოფიტული ხართ, რომ არ გააცნობიეროთ, რამდენად გათიშული გახდით. საკუთარი თავისგან, სხვებისგან და ბუნებრივი სამყაროსგან. მაგრამ აი, არასასიამოვნო სიმართლე. ეს გათიშვა განზრახულია. იძულებითი ურბანიზაცია არ ეხება მხოლოდ ქალაქების უფრო ეფექტურ გახდომას ან შესაძლებლობების შექმნას, ეს ეხება კონტროლს. მაგრამ რატომ მუშაობენ ქალაქები მათთვის? ქალაქები სავსეა სათვალთვალო სისტემებით. ყველაფრის თვალყურის დევნება, თქვენი მოძრაობებიდან დაწყებული თქვენი ხარჯვის ჩვევებით დამთავრებული. ყველა ქუჩის კუთხეს აქვს კამერა და თქვენი ტელეფონი მათ კიდევ უფრო მეტზე წვდომას აძლევს. ქალაქში მუდმივად გიყურებენ, გაკონტროლებენ. კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ურბანულ რაიონებში ყველაფრისთვის მათ ინფრასტრუქტურაზე ხართ დამოკიდებული. ცხალი, საკვები, ელექტროენერგია, ტრანსპორტი. ეს დამოკიდებულება მათ სისტემაზე მიჯაჭვულს გაყენებთ, რის გამოც ვერ შეძლებთ განშორებას ან დამოუკიდებლად ცხოვრებას. და ბოლოს, ქალაქის ცხოვრების ტემპი მუდმივად მოძრაობაში გაყენებთ. ყოველთვის დაკავებული, ყოველთვის გაფანტული. არ არის დრო ფიქრის, წერტილების შეერთების და სწორედ ასე სურთ მათ. ქალაქები თქვენთვის არ იყო შექმნილი, ისინი სისტემისთვის იყვნენ შექმნილი. ისინი ართმევენ იმას, რაც ადამიანებად გვაქცევს. სუფთა ჰაერი, მზის სხივები, სიმშვიდე და ბუნებასთან კავშირი. მათ თანამედროვე ცხოვრება ხაფანგად აქციეს, რაც გაფანტავთ, გაიძულებთ დამოკიდებულად და გამოფიტოთ. ახლა, როდესაც იცით, როგორ აგროვებენ ისინი თქვენს ენერგიას, აი როგორ გათავისუფლდეთ. ინფორმირებულობა თქვენი პირველი იარაღია. ახლა ხედავთ, როგორ შექმნეს ეს სისტემა თქვენი გამოსაფიტავად. მაგრამ ცოდნა საკმარისი არ არის, თქვენ უნდა იმოქმედოთ. დროა დაიბრუნოთ თქვენი ენერგია, ძალა და ცხოვრება. აი, როგორ გათავისუფლდეთ მათი ხაფანგიდან. პირველი. მოიშორეთ შიშის მენტალიტეტი. შიში მათი კონტროლის უმთავრესი იარაღია. ის პარალიზებას გიქმნით, რეაქტიულს გინარჩუნებთ და მანიპულირებას გაგიადვილებთ. აღიარეთ შიში ისეთი, როგორიც ის არის. ვკითხეთ საკუთარ თავს, ვის სარგებლია ახლა ჩემი შიშით. ხშირად, თქვენს მიერ განცდილი შიში თქვენი საკუთარიც კი არ არის. ის იქ სათაურებით, პროპაგანდით ან საზოგადოებრივი მოლოდინებით არის ჩადებული. დაიბრუნეთ ყურადღება. შიშზე დაფუძნებულ ნარატივებზე რეაგირების ნაცვლად. თქვენი ენერგია გადაწყვეტილებებისა და პიროვნული ზრდისკენ მიმართეთ. შიში მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც მას თქვენს აზრებზე დომინირების საშუალებას აძლევთ. მეორე. დაიბრუნეთ თქვენი კრეატიულობა. თქვენი კრეატიულობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რაც გაქვთ. ეს არის ის, თუ როგორ წარმოიდგენთ ახალ შესაძლებლობებს, წყვეთ პრობლემებს და ქმნით ცხოვრებას, რომელიც ნამდვილად თქვენია. მაგრამ მათ ის საქონლად აქციეს, რომლებიც თქვენს ენერგიას ყურადღების გაფანტვისა და პასიური მოხმარების გზით ხარჯავენ. დაიწყეთ შექმნა და არა მოხმარება. წერეთ, ხატეთ, ააშენეთ, იდეების გენერირება მოახდინეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს შემოქმედებით ენერგიას ააქტიურებს. დაიცავით თქვენი შემოქმედებითი სივრცე. გამორთეთ შეთხობინებები. დაბლოკეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები და მიეცით საკუთარ თავს დრო და თავისუფლება, შექმნათ შეზღუდვების გარეშე. 3.
აკონტროლეთ თქვენი დრო. მათ შექმნეს სამყარო, სადაც თქვენი დრო აღარ არის თქვენი. სამუშაო, შეთხობინებები და გაუთავებელი ყურადღების გამფანტველი ფაქტორები ყოველდღიურად იპარავენ თქვენს ყურადღებას. დააწესეთ საზღვრები. შეწყვიტეთ სამუშაოს პირად დროში შეღწევა. განსაზღვრეთ თქვენი საზღვრები და მიჰყევით მათ. პრიორიტეტად მიანიჭეთ ის, რაც მნიშვნელოვანია. ყოველი საათი, რომელსაც უაზროდ ატარებთ სქროლვაში ან სხვის დღის წესრიგში ჩაფლულში, არის საათი, რომელსაც საკუთარი თავისთვის კარგავთ. დაიბრუნეთ თქვენი გრაფიკი და შეუსაბამეთ ის თქვენს ღირებულებებს. 4. ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენეთ. ისინი ეყრდნობიან თქვენს მიერ სისტემის ბრმად მიღებას, იმის გარეშე, თუ ვის ემსახურება ის ან რატომ არსებობს. მაგრამ როგორც კი კითხვების დასმას დაიწყებთ, ბზარები იწყებს გამოჩენას. დაუპირისპირდით ნარატივებს, იქნება ეს სიახლეების სათაურები, სოციალური მედიის ტენდენციები თუ საზოგადოებრივი მოლოდინები. ვკითხეთ საკუთარ თავს, ვის სარგებლის მომტანია ჩემი ამის დაჯერება, ეძებეთ სიმართლე და არა ნუგეში. რეალური პასუხები ხშირად მეინსტრიმის მიღმაა. იყავით მზად შეისწავლოთ ალტერნატიული პერსპექტივები და ჩაატაროთ საკუთარი კვლევა. მე-5. გააძლიერეთ თქვენი საზოგადოება. სისტემა იზოლაციაში ყვავის. როდესაც ადამიანები გათიშულები არიან, მათი კონტროლი უფრო ადვილია. მაგრამ როდესაც თემები ერთიანდება, ისინი ცვლილებების ძალად იქცევიან. აღადგინეთ კავშირები. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. არა მათთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ბიზნესს და შექმენით ადამიანების ქსელი, რომლებიც ერთმანეთს ამაღლებენ და მხარს უჭერენ. თანამშრომლობა კონკურენციის ნაცვლად. შეწყვიტეთ იმ იდეის აღიარება, რომ წარმატება ნულოვანი ჯამის თამაშია. დაეხმარეთ სხვებს აღზევებაში და თქვენც მათთან ერთად აღწევთ. მე-6. დეტოქსიკაცია მეინსტრიმული მედიისგან. მეინსტრიმული მედია მათი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია თქვენი ყურადღების მოსაპოვებლად და თქვენი ემოციების მანიპულირებისთვის. შეზღუდეთ თქვენი ექსპოზიცია, შეისვენეთ 24/7-იანი ახალი ამბების ციკლიდან და შეამცირეთ სოციალურ მედიაში გატარებული დრო. დაალაგეთ თქვენი ინფორმაცია, აირჩიეთ წყაროები, რომლებიც ასწავლიან და შთაგაგონებენ, ნაცვლად იმისა, რომ გამოფიტონ და მანიპულირება მოახდინონ. გარშემორტყმეთ კონტენტით, რომელიც თქვენს ღირებულებებს შეესაბამება. მე-7. ხელახლა დაუკავშირდით ბუნებას. ბუნება არ არის მხოლოდ ფუფუნება, ეს არის სასიცოცხლო რგოლი. ის გაძლევს ძალას, ასუფთავებს გონებას და აღადგენს თქვენს ენერგიას. ყოველდღიურად გაატარეთ დრო გარეთ. პარკში მოკლე გასეირნებაც კი შეიძლება აღადგინოს თქვენი ენერგია. ჩვევად აქციეთ ყოველდღიურად ბუნებასთან დაკავშირება. გათიშეთ კავშირი ხელახლა დასაკავშირებლად. დატოვეთ თქვენი ტელეფონი და სრულად იყავით ბუნებრივ სამყაროში. მე-8. გაასუფთავეთ თქვენი ცხოვრება. მათ დაგარწმუნეს, რომ მეტი გჭირდებათ. მეტი რამ, მეტი ვალდებულებები, მეტი ყველაფერი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ნაკლები მეტია. გაამარტივეთ თქვენი სივრცე. მოიშორეთ ნივთები, რომლებიც არ გემსახურებათ. არეულობისგან თავისუფალი გარემო ქმნის გონებრივ სიცხადეს. გაამარტივეთ თქვენი გრაფიკი. შეწყვიტეთ ზედმეტი ვალდებულებები. ფოკუსირდით იმ ადამიანებზე, აქტივობებსა და მიზნებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. მე-4. გამოეთიშეთ კონსუმერიზმს. კონსუმერიზმი მათი გზაა, რომ ხაფანგში გაგიყვანონ, მუდმივად შემდეგი შენაძენისკენ ისწრაფვიან. ყოველთვის გრძნობენ, რომ მის გარეშე საკმარისი არ არიან. შეწყვიტეთ ტენდენციების დევნა. ვკითხეთ საკუთარ თავს, მართლა მჭირდება ეს თუ უბრალოდ გრძნობას მყიდიან. იპოვეთ სიხარული სიმარტივეში. ნამდვილი ბედნიერება არ მოდის ქონებიდან. ის მოდის კავშირიდან, მიზნიდან და გამოცდილებიდან. 10. ხელახლა აღმოაჩინეთ თამაში და სიხარული. მათ სურთ, რომ სერიოზულად, სტრესულად და ზედმეტად დაღლილად იყოთ, რომ ცხოვრებით დათკბეთ. მაგრამ სიხარული წინააღმდეგობის ფორმაა. გამოყავით დრო თამაშისთვის, ცეკვისთვის, სიცილისთვის, კვლევისთვის. გააკეთეთ ის, რაც თავს ცოცხლად გაგრძნობინებთ. თამაში მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. ის აუცილებელია თქვენი ფსიქიკური და ემოციური კეთილდღეობისთვის. აღნიშნეთ პატარა გამარჯვებები. სიხარულს არ სჭირდება დიდი ეტაპის ლოდინი. იპოვეთ ბედნიერება ყოველდღიურ მომენტებში. 11. აიღეთ რადიკალური პასუხისმგებლობა. სისტემას სურს, რომ თავი უძლურად იგრძნოთ.
თითქოს ყველაფერი თქვენი კონტროლის მიღმაა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თქვენ უფრო მეტი ძალა გაქვთ, ვიდრე მათ სურთ, რომ გჯეროდეთ. იყავით თქვენი არჩევანის მფლობელი. მიუხედავად იმისა, რომ სისტემას ერთ ღამეში ვერ შეცვლით, შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ როგორ რეაგირებთ მასზე. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ენერგიაზე, თქვენს ქმედებებსა და თქვენს აზროვნებაზე. იყავით მაგალითი. ცვლილებების შთაგონების საუკეთესო გზა მისი ცხოვრებაა. აჩვენეთ სხვებს, რა არის შესაძლებელი თქვენივე წარსულის დაბრუნებით. სიმართლე, რომლის ცოდნაც მათ არ სურთ. თქვენ არასდროს იყავით განწირული მათი მანქანის ჯანჭიკი ყოფილიყავით. თქვენ განწირული იყავით აყვავებისთვის, შესაქმნელად და სრულად ცხოვრებისთვის. მათი ხაფანგიდან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ეს მოითხოვს ძალისხმევას, ცნობიერებას და ერთგულებას. მაგრამ ღირს. ხოველი პატარა ნაბიჯი, რომელსაც თქვენი ენერგიის დასაბრუნებლად დგამთ, ნამდვილი თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს ახლა იწყება. როგორც კი გადაწყვეთ მათი სისტემის გამოკვებას, ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ იწყებთ ცხოვრებას თქვენივე პირობებით. ის ფაქტი, რომ აქ ხართ და ამას უყურებთ, აჩვენებს, რომ უკვე იღვიძებთ. ხედავთ ბზარებს მათ ფრთხილად აგებულ ილუზიაში და ყოველი ჭეშმარიტების აღმოჩენით, მათი ძალა სუსტდება. არ არის საჭირო მათი თამაშის გაგრძელება. არსებობს სხვა გზა. ისეთი, სადაც თქვენი ენერგია თქვენ გეკუთვნით. თქვენი არჩევანი თქვენია და თქვენი ცხოვრება ისევ თქვენივით იგრძნობა. თუ ეს თქვენს ფიქრებში მოხვდა, ნუ გაჩერდებით აქ. გამოიწერეთ არხი, რათა შეუერთდეთ სისტემისგან თავის დაღწევის მსურველთა საზოგადოებას. გაუზიარეთ ეს ვიდეო ადამიანს, ვისაც ეს გზავნილის მოსმენა სჭირდება. ადამიანს, რომელიც თავს ხაფანგში გრძნობს, მაგრამ არ იცის რატომ. მაგრამ რაც მთავარია, იმოქმედეთ. ცნობიერება ძლიერია, მაგრამ მოქმედების გარეშე არაფერს ნიშნავს. დაიბრუნეთ თქვენი ენერგია და გამოიყენეთ ის იმ ცხოვრების ასაშენებლად, რომელსაც იმსახურებთ. ეს მხოლოდ თქვენზე მეტს ეხება, ეს ეხება ყველას, ვინც ჭეშმარიტებისკენ გაიღვიძებს. ერთად შეგვიძლია ციკლის გარღვევა და უკეთესის შექმნა. არჩევანი თქვენზეა. გააგრძელებთ მათი მანქანის კვებას თუ დაიბრუნებთ იმას, რაც მოგბარეს? აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოში ჩავედით და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. ამიტომ თუ ამ ვიდეომ რამეში დაგეხმარათ დაფიქრებაში ან სწავლაში, დატოვეთ მოწონება და კომენტარი თქვენი აზრების შესახებ, რათა მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს სიბრძნის ძალა. თუ არ იცით რა კომენტარი გააკეთოთ, აკრიფეთ ჰათას, რომ შემათხოვინოთ, რომ ბოლომდე მიაღწიეთ და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, გთხოვთ გამოიწეროთ. გახსოვდეთ, რომ ყველა პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული განვითარების გზაზე. განაგრძეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. გმადლობთ ყურადღებისთვის.